მაია მერკვილაძე, შეიძლება თეონა ხარაბაძე, ირინა ყურვა, ლევან ურიდია, გამოგვიგზავნეს წერილი. იმ წერილში თქვენ მიუთითებთ მადამი გაგზავნით წერილში, რომ პროგრამულ პრიორიტეტებთან თავსებადი არ არისო და ეხლა მინდა გკითხოთ, პროგრამული პრიორიტეტები ახალი ამბები თქვენთვის არ არის? კანონის განსაზღვრული რომ აიცვათ და შეასრულოთ. გარკვეული გადაცემები მოიხსნა ბადის ცვლილებასთან დაკავშირებით. ხო, მე გთხოვე, თქვენ ბადის წარმოდგენა, ბადიც არა გაქვს წარმოდგენა. სად არის წარმოდგენილი? უკაცრავად რა, ბოდიში კიდევ ერთხელ დამაცადეთ აბა ადამიანს დაგაცავთ გეუბნებით რომ გავდივართ საკითხიდან ამ საკითხებზე ჩვენი უფლებამოსილების გარდა არსებობს სხვების უფლებამოსილება. დამაცადეთ ველაპარაკები და არ მაცდეთ გეუბნებით რომ ნუ გადიხართ საკითხიდან. თავი შეიკავეთ ასადაგავდივართ საკითხზე ველაპარაკები თქვენ არა გაქვთ უფლება ეხლა იმისა რასაც მე ძალიან კარგად ვიცი რისი უფლებაც მაქვს. ჩვენ გოდიშოვიჩი გიპასუხებთ რომ ძალიან მოკლედ ნუ გავდივართ საკითხიდან კიდევ ეს ხალხი ეს კონკრეტული საუბრობთ დებულებაზე ამ კითხვებზე თქვენ რაც გვაქვს პასუხები და გეუბნებით რომ პროცესები იმართება სრული კანონის დაცულობით და რა თქმა უნდა არსებობს შეფასებებიც რომელიც ჩატარდა მაგრამ მარტო ადამიანები არ განთავისუფლდნენ ამ შეფასებების საფუძველზე იქ იყო რიგი მეთოდოლოგიაც არის გაკეთებული როგორ უნდა მიუდგნენ როგორი პრინციპებით უნდა განთავისუფლდნენ და ეს არის სულ სხვა პროცესი რატომ გაათავისუფლდნენ რატომ და როგორ და ეს სულ სხვა პროცესი არის და არის ხო, მაინტერესებს თქვენი პოზიცია, მაია მერკვილაძე. ერთი სახელები და ადამიანი დარჩა სრულიად დაუმსახურებელი. ბატონო ირაკლი, კიდე ერთხელ მოგიწოდეთ. ამ კითხვაზე ვისაუბრეთ მაშინ, როდესაც დაგება ამისი დრო. სუდად და იმ სულყოფნაში თქვენ ხართ კონკრეტულად დამნაშავე. იმიტომ რომ თქვენ ხართ დამნაშავე დაუსაბუთებლად. ადამიანი გაუშვით სამსახური. თქვენ არიცით და საუბრობთ ამას. რატო გაუშვით? შევხვდით ადამიანებს კომუნიკაცია მუდმივად მიმდინარეობს რა დაუწუნეთ ნუ გადადიხართ ძალიან გთხოვთ საკითხზე ვისაუბრებთ თქვენ ძალიან გთხოვთ ერთი წამი ეს შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად გაათავისუფლეთ სამსახური ქალბატონო ლიკა ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ გეუბნებით ვისაუბრებთ დებულებაზე საუბრის შემდეგ არა ერთი წამი უკაცრავად ერთი ბატონო ლაშა კითხვა დაისვა ბატონ ირაკლისთან და ერთხელ მაინც ხო შეიძლება ბატონ ირაკლიმ რამე თქვა თუ ბატონ გია არ გინდათ რომ ბატონ ირაკლიმ რამე თქვა ვისაუბრეთ უკვე საკმარისად თქვენც ისაუბრეთ და პასუხებიც მოისმინეთ არა უპასუხოს რატო აჩერებთ ამ კაცს რაღაცის თქმა უნდა ვაჩერებ საკითხიდან ნუ გადიხართ როგორ გავდივართ საკითხი რეორგანიზაციის ფარგლებში ხორციელდება შემცირებები და შემცირებაზე რო თქვენი პოზიცია არის განსხვავებული. რას ნიშნავს განსხვავებული? კანონში წერია 40 მუხლები მიგითითეთ. უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება მიგითითეთ. შრომის კოდექსი მიგითითეთ. იძახით რომ არაო არ ეხებაო. რანაირ და პირდაპირ წერია და ჯერ და მე არსებობს ამის გააზრება და ეხლა ბატონო ბონდო თქვენ გინდოდა ბატონო ლაშა ბატონო ირაკლი ბატონო ირაკლი ერთ წამით ბატონო ლაშა დამაცადეთ რომ გასცეს პასუხი ერთი წამით რა აქ ჩვენ იმისთვის არა ვართ აქ რომ ყველა ჩვენი წესები ვაწესოთ კაცო არსებობს წესი ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ უნდა განვიხილოთ საკითხები მივიღეთ გადაწყვეტილება რომ უნდა განვიხილოთ ამ თანმიმდევრობით ჩვენ უნდა დავასრულოთ დებულების განხილვა მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გადავიდეთ მეორე საკითხზე ჩვენ შეგვიძლია ამ თემასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ცალკე მოსმენა დავნიშნოთ საერთოდ. ცხვირზეც ამოიწიეთ. არ ჭირდება ცხვირზე ამოწევა. იმიტომ რომ ესია საჭირო, ყველაფრის ახსნა არ არის საჭირო. მაინდა-მაინც ვიღაცის თუნდაც გახტომა რომ გაინტერესებს, სხვა რაღაცაც შეიძლება გქონდეს ადამიანს, გულის წასვლის გარდა. არაფერი არ გადაგედება, ნუ გეშინია, არაფერი არ გადაგედება. მაშინ ამოწიეთ ცხვირზე. ნუ ახლა რა არის არასერიოზული ადამიანი ძანდები ქალბატონული იმიტომ ცხვირი არ მატკიცებს და სხვა პრობლემაა სათამაშო ამბავი თუ პროვოკაციის მოწყობა გინდა ჩვენ სტომატოლოგთან გაგიშო გადათა ის იყო რა ქვია და მე ის გაგწევს პასუხს რა არის ეს ეს არის აბსოლუტურად მე მგონია რა პროცესის დროს სხვა პროცესი ბატონო მიხეილ ჩვენ არ იგებთ გადაწყვეტილებას
საკითხების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით. ამიტომ ძალიან გთხოვთ მივყეთ თანმიმდევრობით. უკაცრავად ყველა რო დაწყნარდეს ერთია ახლა რა. ჩვენ უნდა ცივილიზებული ფორმა უნდა მივცეთ ამას. ბრძანეთ ბატონო. დიახ. მე ესე იგი მეორეჯერ ვერთვები ამითი ხო გამოგვეყენებიათ. ეს არის ჩვეულებრივ კანონის ფორმატში და პირდაპირ გევთქვით ახლა ხუმრობის გარეშე რომ არავის არ აქვს უფლება კოლეგებს კეთილგანწყობილი ხართ თუ არა ჩვენ დისკრიმინაციის უფლებით. ახლა ელემენტარულად არის. თქვენ გამოდის რომ არც კი გვისმენთ ბატონო გიხართ თქვენთან მაგ პირდაპირ პრეტენზია. ეს ერთი. მეგონი გაცდით ყველანაირ ფორმატს. ყველა ერთად გავცდით კი ბატონო. ეხლა მე გეტყვით ესეთი რაღაცა. შეიძლება რომ ვიღაცა საერთოდ არ მოწოდეს და დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, მაგრამ ჩვენ არაერთგზის ვიტყვია, ჩვენ არა ვართ ერთმანეთის სამეგობრო აქ. ჩვენ თავს წარმოვადგენთ და წარმოვადგენთ იმას, ვისაც წარმოვადგენთ და კენჭისყრით ხდება აქ საკითხები. მე ვთხოვთ ახლა გვისე რადგან არ გვაძლევთ ამ საკითხს. ამას ვაყენებ კენჭისყრაზე და თუ არა მაქვს უფლება გააგზავნეთ საუბარი. მოდით ერთი 5 წუთი კიდე დაგერ კოლეგებთან კენჭისყრაზე ვაყენებ ამ საკითხს. თუ არა მაქვს გამიმართეთ, თუ არა მაქვს და 5 წუთის მერე გავმართოთ კენჭისყრა და ყველა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია კენჭისყრით, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ თვითონება ჩვენთანმა, ვისაც ეს საკითხი აინტერესებდა, შესწავლილი აქვს ეს დებულება, იმუშავა როგორც უნდა და აქვს თავის პოზიცია. ამ თქვენი საუბრიდან ბონდოს იმითი რა ქვია, პირსაკრავი უკეთია თუ არ უკეთია, ეს საკითხი პოზიციები არ შეიცვლება. მე ვაყენებ ამას კენჭისყრაზე. თუ დააყენებ, დააყენებთ. თუ არ დააყენებთ, კი ბატონო, გამიმართეთ, რატო არ აყენებთ. მე ვთხოვთ კენჭისყრაზე დააყენოთ ეს საკითხები. კარგით კეთილი. არა, გამართეთ კენჭისყრაზე. ასრულეთ არა საკითხი. ერთი წამით. კენჭისყრაზე ვითხოვ, ეს საკითხი დააყენოთ. ეს კი არა, ეს გაწყობ თუ არა ჩემი წინადადება. ეხლა მე ვფიქრობ რომ საკმარისად ვისაუბრეთ ჩვენ უკვე ამ არ გვისაუბრე საკმარისად ბალონგია იყო კითხვა პასუხი არის ასევე კომენტარები და ეხლა ვიღაცას თუ არ აინტერესებს სხვების მოსაზრებები ეს მისი უფლებაა გასაგებია ბატონ ვასილს უნდა რომ თქვენ არ გაინტერესებს ჩვენი მოსაზრებები თქვენი გაბრძანე დებულებაზე თქვენ მარტო ჩემ შენიშვნებს აკეთებს მეტი არაფერი არ გააკეთეთ და დებულებაზე გამოხატეთ აზრი კითხვა თუ 45 წუთია საუბრობთ უკვე კითხვა ვინ გიშლით მე კითხვა თუ გაქვს დებულებაზე დასვით ვინმე შეგეშალოთ დაისვა წინასწრდომაზეც და დღესაც არა მე არ მომისმენია ალბათონისგან კითხვები არ ზღეზე არა მე არ მომისმენ არ არსებობს ბუნებაში შეკითხვა და ეხლა არ არსებობს კარგით ეხლა და ბატონ ირაკლის უნდა და რაღაცის თქმა საკმარისად მოვისმინეთ ბატონ ირაკ დირექტორს არ უნდა ვათქმევინოთ არაფერი ბატონგია აწესია საერთოდ აუცნაურად ვიცი ეს არის ცალკე მე მაქვს წინადადება რომ დავაყენოთ კენჭისყრაზე დებულების მიღება ეს არის ჩემი წინადადებაც და დავაყენოთ კენჭისყრაზე დებულების მიღება და სხვა საკითხებზე მათ შორის აჭარის ტელევიზიაში არ არის სხვა საკითხები ბონდო არ არის სწორია ძალიან კარგად გესმის შენ შემსირება რეორგანიზაციის შემსირებით არის რეორგანიზაციის დავაყენოთ დღის წესრიგში დაყენებული საკითხი კენჭისყრაზე ამ საკითხებზე ამ საკითხებზე არ გინდათ ჯელობა გასაგებია ეს ამბავი არ გინდათ ჯელობა გასაგებია ვაყენებ კენჭისყრაზე აი ამ საკითხს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 21 ჯელობის გარეშე ბატონგია პირველი ბატონოგია გეკითხებით ჯელობის ჯელობის გარეშე მაუწყებლის უკაცრავად აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის 2026 წლის 28 მაისის წერილი საფუძველზე შევიდეს ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს დებულებაში და ჩამოყალიბდეს სტანდარტული რედაქციით იმის გათვალისწინებით რაც აქ უკვე ითქვა. ვინ არის მომხრე, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული? დირექტორი არის და გაეცა პასუხი. რამდენი არის მომხრე? 8 მომხრეა. კარგით, ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი 아라ვინ არ არის. ბატონგია, აი ესე იგი უნიკალურად და ჯერჯერ დაარღვიეთ შიდა წესები თქვენ. იმიტომ რომ ბოდიშ გიხდით რა კომენტარი